გამარჯობა, ეს არის განცემა გვერდიდან და მე ვარ დავით კალანდია. მეგობრებო, ყველაზე სახალისო კი ის არის, რომ დასავლეთი მთელი ცხოვრება ჯერ საბჭოთა კავშირიდან და მერე რუსეთიდან ელოდებოდა თავდასხმას და სრულიად საწინააღმდეგო მხრიდან. ანუ ამერიკიდან მიიღო ალიყური. რაც რო გადის, სულ უფრო სხვანაირად აღვიქვამ ჩვენს უახლოეს წარსულს. საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ რეიგანის დროს სიბოროტის იმპერიად იყო გამოცხადებული და ბევრი საბჭოთა კავშირელი ამას ვეთანხმებოდით. და ვეთანხმებოდით იმიტომ, რომ ამერიკა გვეგონა ჭეშმარიტება უკანასკნელ ინსტანციაში. რატომ გვეგონა ასე? იმიტომ, რომ ამერიკამ თვითონ შექმნა თავის თავზე ასეთი მითი და ჩვენ სამზარეულოს დისიდენტებს, საღეჭ რეზინისა და ჯინსებს ტოტალურად მოკლებულნი გვეგონა, რომ ეს ასეა. ახლა რომ შევადაროთ ამერიკისა და საბჭოთა კავშირის ძალადობების ისტორიები, აღმოჩნდება, რომ ერთი მეორეს სრულიად არ ჩამოუვარდება და რიგ შემთხვევაში ამერიკის სპეცსამსახურები უფრო ხშირად ავლენდნენ ხოლმე საკუთარი ქვეყნის ბოროტ იმპერიულ ინტერესებს. ერთ-ერთმა ისრაელელმა ისტორიკოსმა დოვა ლევინმა დაითვალა, რომ 1946-დან 2000 წლამდე ორი ზესახელმწიფო ამერიკა და რუსეთი 117 ქვეყნის ელექტორალური არჩევნებში ჩაერია. აქედან 91-ში ამერიკა ჩაერია, რუსეთი კი 36-ში. დიახ, მაგრამ საბჭოთა კავშირი უფრო ბოროტი ითვლებოდა. და რატომ? იმიტომ. მეგობრებო, მე მგონი თანდათანობით საერთაშორისო მიმომხილველის ნიღაბს ვირგებდა ეს არ მომწონს. არ მომწონს იმიტომ, რომ საერთაშორისო საქმეები უცხო ქვეყნების ანალიტიკოსებმა უნდა გაანალიზონ. თუმცა არც ისაა ფაქტი, რომ ისინი ამას ისე გააკეთებენ, რომ ყველაფერს 10-იანში გაარტყავენ. რასაც მე ამ ბოლო წლების განმავლობაში ვისმენ, მივდივარ იმ დასკვნამდე, რომ ბოლომდე არავინ არაფერი იცის და ყველაფერი ვარაუდისა და უფრო ხშირ შემთხვევაში განწყობებისა და სურვილების დონეზეა. აი მე რომ სიტყვაზე ირანის გულშემატკივარი ყოფილიყავი. გადაცემას ისე წავიყვანდი, რომ 1000 მაგალითს მოვიფიქრებდი და დაგარწმუნებდით, რომ ირანის ზესახელმწიფოა, რომ ის დღეს თუ არა ხვალ ამერიკას დაამხობს და ასე შემდეგ. და თქვენი ნება იქნებოდა დაიჯერებდით ჩემსას თუ არა. ირანი ახლა სიტყვის მასალისთვის მოვიყვანე. ჩემი ერთი კარგი ნაცნობი 4 წელია მიმდინარეობს, რომ უკრაინა იგებს ომს. მის პირს შაქარი, მაგრამ გონი იმის ორი შანსიც აღარ დარჩა, რომ ომი უკრაინამ მოიგოს. მეც ძალიან მინდა უკრაინამ ომი რომ მოიგოს. იმიტომ კი არა, რომ უკრაინა რუსეთზე მეტად მიყვარს. არ მიყვარს რუსეთიც და უკრაინა ჩემთვის ერთნაირად უცხო ქვეყანაა, მაგრამ სრულიად უსამართლობად მიმაჩნია, როდესაც ერთი სახელმწიფო მეორის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს. ადრე, როდესაც ჩემი რუსი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ უკრაინაში ესა თუ ის ცუდი ამბავი ხდება, პასუხობდი, რომ ის რაც ხდება სუვერენულ სახელმწიფოში, რჩება სუვერენულ სახელმწიფოში და არავის საქმე არა იქ შეჭრა და ამ სიტუაციის თავისი ჭკუით დალაგება. დღესაც ამ აზრზე ვარ და ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთს არაფერი ესაქმებოდა იქ, უკრაინაში, მაგრამ რეალური პოლიტიკა სულ სხვანაირი ყოფილა, ვიდრე წარმოგვედგინა. და როგორც ვხედავთ, რუსეთი მარტო არაა თავის მისწრაფებებში. 2003 წელს ამერიკა ერაყში შეიჭრა და დაანგრია. მიზეზი ყველას გვახსოვს. ისიც გვახსოვს, რომ გაერომ ამერიკას შეჭრის უფლება არ მისცა, მაგრამ ვინ ეკითხებოდა გაეროს, როდესაც საქმეში ამერიკა იყო ჩართული. ამერიკა ხო თვითონაა გაერო. და ახლა კითხვა მაქვს, ერაყი დღეს უკეთ ცხოვრობს ვიდრე 2003 წლამდე? და ეს კითხვა მე საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტოლოგისთვის, გია ნოდიასთვის კი არ დამისვავს. არამედ ჩემ ერაყელ მეგობარს ვკითხე, რომელიც ჰოლანდიაშია გახიზნული, თუმცა თავის სამშობლოსთან მჭიდრო კონტაქტი აქვს. დიახ, ვკითხე, რა ხდება დღეს ერაყში? დემოკრატია და განვითარება მოგიტანათ ამერიკამ მეთქი? წარეთ ჩაეცინა. ადრე მხოლოდ ერთი კაცი, ანუ სადამ ჰუსეინი ძარცვავდა ერაყელებსო. ახლა ყველა უბანში თავისი
სადამია და ძარცვა და ყაჩაღობა გაათმაგებულიაო. ის სადამ ჰუსეინიც თავის დროზე ამერიკის სპეცსამსახურების კმაყოფაზე ბრძანდებოდა. მოკლედ ამერიკელებმა ერაყში ვერაფერი ქნეს და ამერიკელებს იქ არაფრის გაკეთება არც უნდოდათ. შევიდნენ, გააცამტვერეს ქვეყანა და უკან წამოვიდნენ. 2013 წელს უატსონის ინსტიტუტის დასკვნაში იყო ნათქვამი, რომ ამერიკასაც არაფერი დიდი ხეირი მიუღია იმ ომისგან. სამაგიეროდ ერაყი ძალიან დაზარალდაო. ომმა ისლამელი რადიკალების მოძრაობა გააქტიურა, ქალთა უფლებების საბოლოოდ დააკნინა და ჯანდაცვის სისტემა ხომ სულ მოშალაო. ისე საერთაშორისო ამბებში ვიქეკები. მე კი მინდოდა ქართული ოპოზიციური სპექტრის ახალ პერსონაჟზე, მარიზიზე მელაპარაკა. მეგობრებო, მარიზი რომ არ ყოფილიყო, ქართულ ოცნებას ის უნდა გამოეგონებინა. დიახ, სწორედ რომ ქართულ ოცნებას. მაგრამ ამაზე სხვა დროს ვილაპარაკებ. დღევანდელი ქართული ოპოზიციური სპექტრი იმდენად მდიდარია, რომ ახალ და ახალ მარიზებს ბადებს და სალაპარაკო არ გამომელევა. საიდუმლოებითაა უფლის გზები მოცული. რას ვიფიქრებდი, რომ იმ ყაბალახიან გურულ დედაკაცზე უფრო აბსურდული პერსონაჟი გამოინახებოდა ჰოპოების რიგებში. ეს იყო გადაცემა გვერდიდან და მე ვარ დავით გალანდია.